ვინ როგორ აფასებს 4 ოქტომბერს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ახალ დაკავებებზე. ოპოზიციასა და ქართულ ოცნებაში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს. საწინააღმდეგო შეხედულებები არსებობს თავად ოპოზიციაშიც. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ახალი ტყვეები ახავს და მათ დაკავებაზე პასუხისმგებლობა სრულად ივანიშვილის პარტიას აკისრებს. პარტიაში გახარია საქართველოსთვის კი მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბერი მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია იყო, რომელსაც ახლა დაკავებულების სახით 30-ზე მეტი მსხვერპლი ყავს. პარტიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებენ. ეხლა რასაც აკეთებს რეჟიმი, ეს არის რომ რეჟიმს აყავს ტყვეები. ყველა ეს ადამიანი, რომელსაც ეხლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლებათ მას ჰქონდათ. და ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ეხლა მიმდინარეობს, თქვენი კითხვის საპასუხოდ და გიპასუხოთ, რომ პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი, რომელიც იქ აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, იცავდა ამ ქვეყნის კონსტიტუციას, იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ქვეყნის ეროვნულ მთავარ ღირსებას. 4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს სამწუხაროდ უკვე ყავს 35 მსხვერპლი. ეს ყველაფერი არის ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ბრალი და ამ შემთხვევაში ასევე გულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ადამიანებს არჩევნების დღეს 4 ოქტომბერს მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მისულიყვნენ აქციაზე და თავისი იქ დგომით შეუქმნა განცდა ადამიანებს, რომ 4 ოქტომბრის ეს დამხობის პროვოკაცია იქნებოდა მშვიდობიანი. ამიტომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე, ყველას პასუხისმგებლობა დადგება. დროში გამოჩნდება ამ ადამიანების როლი ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს გულისხმობ. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბერს მომხდარი მოვლენები ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობა იყო და მასში მონაწილეებს მსხვერპლად არ აღიქვამენ. ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ნიანგის ცრემლების არავის ჯერა. მისი შეფასებით ადამიანები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები ვერასდროს იქნებიან. ამ ნიანგის ცრემლების არ ჯერა არავის აბსოლუტურად არავინ არ არის მსხვერპლი. აქ არის ერთადერთი ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეიძლება მსხვერპლი გამხდარიყო ბედურების ფონზე, რასაც უქადდნენ ეს უსამშობლო მოღალატე ადამიანები საქართველოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყო ქვეყანაში რამდენჯერმე ცდელობა აქამდეც უკვე რევოლუციების მოწყობის, ეხლა ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება ჩვენს ქვეყანაში, რომლის გამოყენების მიზანიც აბსოლუტურად შესაძლოა ყოფილიყო და მაღალი ალბათობით სწორედ იყო 4 ოქტომბერი, როგორ აღმოაჩინა სამალავი სპეცსამსახურებმა, სადაც იყო იმდენი იარაღი, რაც უდიდეს ტრაგედიას გამოიწვევდა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მოდი მსხვერპლზე აქ საუბარს ნუ გავაგზელებთ. მე გეტყვით, ვინ არის მსხვერპლი აქ. მსხვერპლი არის ის პოლიციელები, რომლებიც გადაიყვანეს ჰოსპიტალიზაცია დაჭირდათ და მადლობა ღმერთზე, მადლობა ექიმებს, რომ 2 მათგანი ამ ძიმე შედეგს გადაურჩა. ეს არის მსხვერპლი. და ისინი ის ადამიანები, ვინც ძალადობას გეგმავდნენ, ისინი ვერაფრით ვერ იქნებიან მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები. ამ დროისთვის 4 ოქტომბრის საქმეზე სხვადასხვა სისხლის სამართლის მუხლით 36 მოქალაქეა დაკავებული.